ახლა ერთადერთი რომელიც აი გონიერებას რომელიც მოაწეს ეს ადამიანის გონებას მოსაწესრიგებელი წიგნი ერთადერთი მე მარტო საფრთხელი მიმაჩნია ბიბლია ძველ და ახალი აღთქმა აი ამასაც არავინ არ კითხულობს თუ კითხულობს ვერ გემულობს რატო ვერ გემულობს გონება სხვანაირად არის უკვე 21 საუკუნე მგონება თავის სამსახურში ჩაიყენა და ტექსტის აღქმა ძალიან ბევრს უჭირს თვით პლატონის ტექსტის აღქმა ძალიან ბევრს უჭირს რა ასე მსჯელობა რო არის გააშვილი და საჭირო არის გარკვეული პედაგოგები ხელი ჩაყიდოს მიგვიყვანოს ტექსტთან და ასევე აუცილებელი არის ის ეპისკოპოსები და ის მასწავლებელი ღვთის სიტყვისა რომლებიც თვალყურს ადევნებენ ჩვენს სულიერ განვითარებას სატანამ არ მოიტაცოს არ მოგტაცოს ის ღირებულებები ბიბლიური ღირებულებები და ყველაფერი წიგნებიცა ყველაფერი გვაქვს მაგრამ არავის არ ეზარებათ უკვე გაზარმაცდა გონება მეხსიერება უკვე გადავაბარეთ ინტერნეტს გაჯეტებმა გააქვსო ყველაფერი გაჯეტ თანამედროვე საერთო ტექნიკური რაღაც საშუალებები ხო რომ არის და ამაზე ვარ ჩამოკიდებული საკმარისი ეს ენერგია უცებ გაქრის და ადამიანები ცხოველებს დაემსგავსება აი სახლს მე მიაგნებს ძალიან ბევრს უკვე სახლის ისეც აღარ ახსოვს თუ ნავიგაციაში არ ჩაიხედა ეს ცოტა გადაჭარბებული და გაზვიადებულად ლაპარაკობ მაგრამ მოვათ რომ ეგრე იქნება ყველაფერი ინტერნეტში აქვს მობილურში არის ინტერნეტში ყველაფერი შენ მანქანის ნომერი სახლის ყველაფერი ბანკის ყველაფერი დაკარგავ ამაზე დამთავრებული არაფერი აგაგ თავში ვერ მიაგნებ ვერაფერს ნომერი არის არაფერი არის აი ეს პროგრესის მაუწყებელია ხო ეს მინდოდა მეთქვა ახლა რომ უსმენდი აი განათლება დავითომ წიგნიერება და ისავარ დავითომ ის არის ადამიანი ისე არის დარწმუნებული რომ ეს 21 საუკუნე უფრო პროგრესულია ვიდრე პლატონის ეპოქა თქვენი არ ვიცი მაგრამ ის ეპოქა უფრო შესაშური არის და აღარაფერს აღარ ვამბობ ახლა ბიბლიურ აი პატრიარქების ეპოქაზე რომლებიც ბევრისთვის ეს ზღაპარი არის ამაზე ვერ იტყვი ამ ზღაპარია პლატონის ეპოქა ესე ნამდვილად იყვნენ მაგრამ ბიბლიაზე რო დავიწყებთ ლაპარაკს ეს ზღაპარი იყო მიუხედავად იმისა არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა ბიბლიის ისტორიული პერსონაჟების რეალობა და არსებობა და იმ ქალაქებმა რომლებიც გათხრების შეება მაინც არ უნდა ამის გაგება რა არ გინდა ნუ გინდა ეს ცოდვადაცემის შედეგი ეჩევა